ჩვენი საპროექტო დაარსდა 2007 წელს. პირველი პროექტი დიდი იყო Holiday in Tbilisi ყოფილი აჭარა სასტუმრო მართალია მე მაშინ არ ვმუშაობდი ამ საპროექტოში. და იმის მერე პრინციპში საპროექტო ვითარდებოდა, ემატებოდა ახალი ხალხი, მათ შორის მე და დღემდე უკვე ბევრი პროექტი გვაქვს გაკეთებული პრინციპში და თავიდან დაარსა გოგა ჩხეტიამ, რომელიც ჩვენი მთავარი არქიტექტორი არის. ეხლა უკვე დავემატეთ ახალი სისხლი, ასე რომ ვთქვათ. რაც შეეხება კომპანიის შიგა სტრუქტურას, გოგა ჩხეტია ჩვენი მთავარი არქიტექტორი არის, საპროექტოს ხელმძღვანელი. კიდე ჩვენთან არიან პროექტ მენეჯერები და ჩვენ ვართ არქიტექტორები, არქიტექტურული ჯგუფი, რამდენიმე ადამიანი. განაწილებული ფუნქციები, როგორც ასეთი საპროექტოში არ გვაქვს, ანუ რეალურად ნებისმიერ პროექტში ნებისმიერ რაღაცას ნებისმიერი ადამიანი აკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ მაინც არის ახლა ვთქვათ ვიღაცა რაღაც პროექტზე მეტად მუშაობს, რაღაც პროექტზე ნაკლებად, მაგრამ პრინციპში ნებისმიერ მომენტში ვთქვათ ერთმანეთს ვეხმარებით და ვაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა ნებისმიერი ჩვენთაგანი. პრიორიტეტი ჩვენი კომპანიის და ჩვენ თითოეული ჩვენთაგანის როგორც არქიტექტორების ინდივიდუალურად არის ის, რომ ის რასაც ჩვენ ვქმნით, რასაც ვაკეთებთ, ის იყოს მაქსიმალურად რასაკვირველია ხარისხიანი. ჩვენ არასდროს არ ვთვლით დღევანდელ დღეზე, მარტო ვცდილობთ არ გავთვალოთ დღევანდელ დღეზე, არ გავთვალოთ, არ ვიფიქროთ რაღაც ადგილობრივი სტანდარტებით და იმ პრინციპით, რომ ეს საქართველოსთვის კაია. ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად არის ესეთი გამოთქმა საქართველოსთვის კარგი, რაც ჩვენთვის მიუღებელია, ანუ რას უნდა ნიშნავდეს საქართველოსთვის კარგი, თუ ეს არის ხარისხის მიხედვით, მაშინ მართლა მიუღებელია. შეიძლება უბრალოდ საქართველოზე ბევრად უფრო მორგებული ეს საკმაოდ მისაღებია და ეს ყველა ის არის, რასაც ჩვენ ვცდილობთ რომ მივაღწიოთ. შენობა რო შენდება, შეიძლება ის შენობა ჩვენ სოცხლები აღარ ვიყოთ და მაშინაც იდგეს და ამ ეს შენობა არ უნდა მოძველდეს მორალურად, ესე რომ ვთქვათ და უნდა გაუძლოს დროს. პირველ რიგში ამისთვის საჭიროა, ვთქვათ, ნაკლები ამბიციები ქონდეს არქიტექტორს და გაითვალისწინოს ყველაფერი, რაც გარშემო ხდება და ეგ არის ჩვენი პრიორიტეტიც, ანუ რელიეფი იქნება, ქალაქი იქნება, კულტურული მემკვიდრეობა, გარემო და პროექტზე მუშაობის დროს ჩვენ არ ვცდილობთ, რომ რაღაცა ისეთი გავაკეთოთ, რომელიც დომინანტი იქნება და ყველაფერს გარშემო დაჩაგრავს, დაჩtildeავს და თვითონ იყირებს. პირიქით, ჩვენ გვინდა ნებისმიერი ჩვენი ობიექტი იყოს ჰარმონიული ნაწილი იმ გარემოსი, რომელშიც შენდება იმ ხალხის, რომელიც მასში იცხოვრებს ან იმუშავებს და ასე შემდეგ. ანუ მაქსიმალურად იყოს ჰარმონიული და ცხოვრების უნარიანი და მისაღები იმ გარემოში, რომელშიც იარსებებს. ანუ ეგ არის, რა ვიცი, ჩემი აზრით პირადად, ეგ არის როგორც შვილი, რომელიც გაჩნდა და უნდა გაზარდო და მე როგორც გაზრდი, უკვე გადის ცხოვრებაში და როგორცაც გაზრდი, ისე იცხოვრებს. პრიორიტეტი ჩვენთვის არის ის მიდგომა, რომ გვინდა ყველაფერი იყოს, არ ამოხტეს, არ ამოვარდეთ იმ გარემოდან, რა გარემოშიც მუშაობთ. ეს ძნელი ასახსნელია, თქო, პროექტების მიხედვით, რომ იოლი აღსაწერია, მაგალითად, ყაზბეგის სასტუმრო რუმსი, რომელიც ასევე ჩვენი ნამუშევარია, იქ მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ მოურგებულიყავით მთის თემას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შემოიტანო ისეთი ორგანიზმი, რაც იმ მთისთვის მიუღებელია, მაგალითად, არ ვაკეთებდით ყაზბეგში შალეს ტიპის სახლს, იმიტომ რომ ეს არ არის ის, რაც ჩვენი, ეს კი ალპებისთვის მისაღებია, მაგრამ ჩვენთვის ნაკლებად. ჩვენი სახელოსნოს პრიორიტეტი. ეს არის მასალა, ეს არის შესრულების ხარისხი და ძალიან ბევრი ფიქრი. იმიტომ რომ ანუ პროექტი არ არის რაღაც რენდერი, რაღაც მარტო ვიზუალიზაცია, რომელსაც აჩვენებ და დამთავრდა. ეს არის ადგილი, სადაც ადამიანმა მე უნდა იცხოვროს, ეს არის ადგილი, სადაც უნდა დაისვენოს. თქვათ, ამ შემთხვევაში ჩვენ სასტუმროებზე გვიწევს ძირითადად მუშაობა და ამიტომ სასტუმროზე ვაკეთებ ყურადღებას, მაგრამ არქიტექტურა საერთოდ ესეთი თემაა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იფიქრო იმ ხალხზე, მოხვდე იმათი პერსპექტივიდან შეხედო ყველაფერს. სასტუმროს ტიპი შეიძლება იყოს ესეთი, რომ თქვათ, ადამიანი მიდგომა რამდენიმენაირი შეიძლება იყოს, ერთ-ერთი მათ შორის არის, რომ ფიქრობდით, როდესაც ჩადიხარ, იქ არ უნდა იყო როგორც სახლში, იმიტომ რომ სასტუმრო არ არის სახლი, ეს არის ადგილი, სადაც ისვენებ. თუმცა ჩვენ ამ კონცეფციას ცოტა სხვანაირად მივდექით და ბევრად უფრო არაფორმალური გარემო გვინდოდა შეგვექმნა ყაზბეგში, ამ სასტუმროში. თბილი მიდგომა გვინდოდა გაგვეკეთებია და პრინციპში ძირითადი ჩვენი ლაიტმოტივი, ჩვენი სახელოსნოსი ეს არის, ვერ გებით ადგილს და მაქსიმალურად თბილ გარემოს ვქმნით. ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ საპროექტოში გვაქვს ძალიან კაი ურთიერთობები ადამიანური ყველას ერთმანეთთან.
და ეგ ძალიან ამარტივებს საქმეს, იმიტომ რომ არქიტექტურა მაინც გუნდური საქმე არის და ასე თუ ისე როცა ხალხი ურთიერთგაგება არის, ხალხს რაღაც საერთო ინტერესები აქვს, საერთო ფასეულობები აქვს და მიდგომა არის ერთმანეთის მიმართ მეგობრული და არა რაღაც კარიერისტული, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა სხვა განსხვავებული ვართ, ყველა სხვადასხვა სტილის არქიტექტორები ვართ, მაგრამ მიდგომა ერთი გვაქვს. აქედან გამომდინარე განაწილება სამუშაოსი შედარებით მარტივია. ალბათ როგორც მოგვიწევს, რომელიც უფრო კარგად გრძნობს იმ პროექტის მუშაობს, ის იწყებს, ან თავარი არქიტექტორი რასაც დაგვავალებს, იმას ვაკეთებთ და ძალიან იოლად ხდება ხოლმე გადასვლა ერთი პროექტიდან მეორე პროექტზე, რადგან არქიტექტორების განსხვავებული სტილის და მიდგომის მიუხედავად ხედვა პრინციპში შეგვიძლია ვიგრძნოთ, რას აკეთებს ჩვენი პარტნიორი, ჩვენი თანაგუნდელი და გუნდური მუშაობა შეგვიძლია ძალიან კარგად განაწილება სამუშაოსი და მართლა მიმაჩნია, რომ საპროექტოში მთავარია გუნდური მუშაობა. ჩვენი საპროექტოს პირველი პროექტი არის Holiday in Tbilisi, ყოფილი აჭარა. საპროექტოს დღევანდელი შემადგენლობის დიდი ნაწილი არ მუშაობდა მაგ დროს საპროექტოში, მაგრამ ერთ-ერთი პროექტი იყო, რომელიც მე ყოველთვის შემჩნეული მქონდა და მომწონდა და ერთ-ერთი მიზეზიც იყო ეგ, რომ რატომაც მინდოდა მე ამ საპროექტოში მუშაობა, იმიტომ რომ პრინციპში ზუსტად ისეთი რაღაცა იყო, რაც მე მომწონს, ანუ ძველი შენობა, რომელიც ძალიან მომწონს მე ისედაც ეს აჭარა ძალიან კაი შენობა იყო, იმის რეკონსტრუქცია გაკეთდა, ისე რომ ეს შენობა არ დაიკარგა და პირიქით უფრო გამოჩნდა და ძალიან კაი პროექტი იყო. სხვა შორის 2010 წელს არქიტექტურულ პრემია 2010-ში აქ პრიზი მიღებული ნომინაციაში საუკეთესო საზოგადოებრივი შენობა. იმის მერე ჩვენ დიდი პროექტი, რაც გავაკეთეთ, იყო ყაზბეგის რუმსი, რომელიც ასევე ჩემი აზრით ძალიან წარმატებული პროექტი არის და სხვათა შორის ნიუ-იორკში რიზორტ ჰოტელების რაღაც კონკურსშიც იქ რაღაცა აქვს აღებული, ხა ზუსტად არ მახსოვს რა ვონთ. Как ни странно. თვითონ ეს სასტუმროც ხა პრინციპში ესეც რეკონსტრუქცია არის. მან იყო ძველი სანატორიუმი საბჭოთა, რომლის კარკასით ჩვენ გამოვიყენეთ, მაგრამ ფაქტიურად ძალიან შეცვლილი არის კარკასია გამოყენებული. ბევრი ხე არის და მიუხედავად იმისა, რომ თვითონ შენობა პრინციპში თანამედროვე არის, მაინც ძალიან მთის არქიტექტურაა, მაგრამ ყველანაირად, თქვა, ამ ტრადიციულ რაღაც შალეს გავეკეცით რა ყველანაირად. არის საკმაოდ ორიგინალური პროექტი, როგორც ინტერიერით, ასევე ექსტერიერით. საკმაოდ უხეში არის, ისეთი როგორც მთას უხდება, საკმაოდ ასკეტური, მაგრამ ამავე დროს ძალიან მყუდრო. ანუ პრინციპში ჩვენ მანდ რაც გქონდა მიზანი, ყველაფერს პრინციპში წარმატებით მივაღწიეთ, რომ ყოფილიყო მთის სასტუმრო, ანუ ყველანაირ, ანუ უშეცდომოდ რომ მთის არის და არ არის ქალაქი, თქვა ყოფილიყო თბილი მასალებით ამას მივაღწიეთ და რაღაც აქსესუარებით ავეჯით. ყოფილიყო ამავე დროს მყუდრო და ყველაფერი გამოვიდა პრინციპში ძალიან კარგად და ჩვენ კმაყოფილები ვართ, ხალხიც კმაყოფილია. ეს არის ჩვენი ბაღი, რუმსის ბაღი, რომელშიც წამყვანი როლი უჭირავს ალბათ ამ ხარაჩოებისგან დაწყობილ კონსტრუქციას, რომელშიც შიგნით ბარი არის, ბარის კაუნტერი 360 გრადუსზე მომუშავე, ანუ 4 მხრივი. ეხლა ჯერჯერობით უბრალოდ შიშველი არის ძალიან ეს კონსტრუქცია, მაგრამ მოგვიანებით შეიმოსება გამწვანებით, ზედ დამონტაჟდება განათება, პროექცია იქნება ძველი კინოფილმები და ასე შემდეგ. მნიშვნელოვანი არის კიდე ის, ეხლა შევაძნელი წარმოსადგენი იყოს, რომ ამ ბალახის ქვეშ, მთელი ამ ეზოს ქვეშ შიგნით არის ორი დონე სადგომები. და ეხლა ძალიან დიდი რესურსი ჩაიდო რა გავუკეთებინა, პრინციპში აქ ამ უბანში ძალიან დიდი პრობლემა იქნებოდა, რომ ამ ხელა ობიექტი გაკეთებულიყო და არ ყოფილიყო სადგომი. ჩვენ ამაზე ვიზრუნეთ და გავაკეთეთ მთელი შენობის მთელი ტერიტორიის ქვეშ ორდონიანი სადგომი, რაც თვითონ სასტუმროსაც და ალბათ უბანსაც მოუხსნის ამ პრობლემას. ძალიან ბევრი რაღაც ძველი რაღაცები აქვს გამოყენებული, თუნდაც ეს ლიფტის შახტა, რომელიც მართლა ლიფტის შახტად აღარ ფუნქციონირებს, მაგრამ სამაგიეროდ არის გამწვანებული და დატოვებული იმ ფორმით, როგორც ჩვენ ჩაგვარდა, ესე თქო, შუშაც კი
სადაც იყო დავტოვეთ, სადაც არ იყო ისიც დავტოვეთ. ეს ბალახიც ჩვენი გაკეთებული, აქ უბრალოდ შიგა ეზო იყო საკმაოდ ულამაზო. ეხლა ჩვენი რუმსის ფასადი გამოდის ამ ეზოზე და განაშენი ფასადები იქნება ინტერკონტინენტალის, რომელიც აშენდება. ეხლა უკანა მხარეც ამ ეზოსი, რომელიც ჯერჯერობით გახსნილია, ისიც პრინციპში დაიხურება. დაიხურება კინის კონსტრუქციით, რომელზეც იქნება ყველანაირი რაღაც ტექნოლოგიები შეყრილი, რაც სასტუმროს სჭირდება და გამწვანდება. ასე რომ ფაქტობრივად ეს ეზო იქნება დახურული 4-ვე მხრიდან. და ძალიან გამწვანებული. ეხლა გამწვანება ჯერჯერობით წელს გავაკეთეთ და ამდენ ჯერჯერობით არ არის ისეთი გაზრდილი, ესე ვთქვათ, როგორც იქნება, როგორც უნდა იყოს საბოლოოდ, თორემ რეალურად ბესტეზო ბევრად უფრო დაბურული და ცოტა ველური და ესეთი იქნება მწვანე. არა, პრინციპში მნიშვნელოვანი არის ის, რომ აქაც გამწვანება ბევრი გვაქვს, აგურიც გამოყენებული გვაქვს, ძველებური ხელნაკეთი აგური, შუაში არის ბარი და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ივენტის ადგილი იქნება ეს, იმიტომ რომ ესეთი ბაღი თბილისში არ ამგონია რომ ბევრი იყოს თან სასტუმროსთან ერთად. ამ ბაღს ახასიათებს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა, რომ როცა შემოდიხარ ამ სასტუმროში, ამ ბაღში, განსაკუთრებით როცა თქვათ ღამე ან საღამო არის და განათება, აბსოლუტურად სხვა რეალობაში ხდები, იგივე განათებით, არქიტექტურით, დიზაინით და ეგ არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცა, რაც ჩვენ გვინდოდა რომ მივაღწია და პრინციპში მივაღწიეთ კიდეც. განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ მასალების შერჩევას. ბევრი მასალა გამოყენებულია ხელმეორედ, ანუ ხე მაგალითად რომელსაც თქვენ ხედავთ, არის გამოყენებული დაშლილი ძველი შენობებისგან, ძველი ოდებისგან, ძირითადად იმერეთიდან სამეგრელოდან არის ჩამოტანილი. რკინის დეტალები, გარკვეული ჭედური დეტალები გამოვიყენეთ, ისევე ის ძველი მოაჯირები მაგალითად რომელიც ამ შენობას ჰქონდა. ბევრი მასალა ჩამოტანილია მართალია, შედარებით თქვათ არ არის აქაური, მაგრამ ძალიან დიდი ყურადღებით ვექცეოდით რა მასალას გამოვიყენებდით და როგორ. ძირითადად აქ ხდება ხე, ტყავის ნაწარმი, შპალერი, რაც შეეხება შპალერს, რომელიც გამოყენებულია შენობაში, ეს არის ძველი ტექნოლოგიით გაკეთებული შპალერი, ხელით დამუშავებული, სპეციალური ხის პრესებით, რომელიც პრინციპში არის არა რეპროდუქცია, არამედ ორიგინალური ხის პრესები, რომელსაც იყენებდნენ ძველად. ეს არის თვარცოვი ბელგიიდან ჩამოტანილი შპალერი, რომელიც ასევე ბელგიაშივე მზადდებოდა ხელით. ტყავის საოჯიც ასევე საკმაოდ საინტერესოა. ესეც ხელნაკეთია, თითქმის ძალიან ბევრი დეტალი ხელნაკეთია ჩვენ შენობაში გამოყენებული. აღსანიშნავია ასევე პირველ სართულზე კერამიკული ფილები, რომელიც ხელით არის ჩამოსხმული ისევ ძველი ტექნოლოგიით. ანუ ამ ფაქტორებს ძალიან დიდი ყურადღებით მოვეკიცით, რადგან გვინდოდა ყველაფერი შეხამებული ყოფილიყო იმ დროსთან, რა დროშიც, თქვათ შენ რა დროს გვინდოდა ამ შენობას გადმოეცა. რაც ჩვენ დამკვეთს და ფლობელს ჰქონდა, იყო ის, რომ ნაკლებად ფორმალური გარემო შეექმნა იმ დროის შესაბამისი, რა დროსაც ეს შენობა წარმოადგენს. ყოფილიყო ბევრი არტი და ნაკლები ფორმალობა. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ყველაფერი ყოფილიყო ბუნებრივი და არ ამოვარნილიყავით კონტექსტიდან, რაც მე ვფიქრობ, რომ კარგად გამოგვივიდა. რაც შეეხება ჯილდოებს, აღსანიშნავი არის და კონკურსებს აღსანიშნავი არის კიდე ბათუმის პროექტიც, ბათუმის Chrome Plaza, რომელსაც ახლა ვაკეთებთ. რომელიც ჯერჯერობით მიმდინარე პროექტია. ამასაც თავისი ისტორია აქვს, ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ეს ძალიან კაი ადგილას არის განლაგებული ბათუმის და ეს იყო ორსართულიანი ძველი შენობა, რომელიც დაიწვა, დაინგრა და გარე კედლები იყო შემორჩენილი. ჩვენ სასტუმრო, რომელსაც ვაკეთებთ, არის 5-სართულიანი შენობა, იყო 2-სართულიანი და ამიტომ მაგ ობიექტზე საერთოდ რაღაც უთვალავი ვარიანტი გვაქვს გაკეთებული. თანამედროვე სხვადასხვანაირი თანამედროვე მე ეგეთი იდეაც მქონდა რომ ყოფილიყო ეს 2 სართული გაგვემეორებინა, იმიტომ რომ ქალაქი თხოვდა რომ უნდა შევინარჩუნოთ შენობა რაც იყო მანდ ეს 2 სართული გაგვემეორებინა და მე წავსულიყავით რაღაც თანამედროვე გაკვეთებინა, მაგრამ საბოლოო ჯამში გამოვიდა ისე რომ უნდა ყოფილიყო თან ის ძველი შენობა
ორსართულიანი, მაგრამ თან ხუთსართულიანი გვინდოდა ჩვენ და ამიტომ ისე გავაკეთეთ, რომ განვავითარეთ ის რაც იყო, მაგრამ არ ვცდილობთ, რომ თქვათ ეს ორსართულიანი შენობა გაგვეწელა ხუთსართულზე. პირიქით, მანდაც ჩვენ ვეცადეთ მაქსიმალურად ნატურალური მიდგომა გქონოდა და თქვათ როგორც ხდება ხოლმე ხშირად ევროპაში ხშირად სადაც ესე ტიპის შენობები ბევრია, რომ თქვათ რაღაცა დროს აშენდა ორი სართული, მერე დააშენეს ერთი სართული, მერე დააშენეს ორი სართული და ჩანს კიდეც ფენებად თქვათ როგორ ხდებოდა, როდის ხდებოდა ეს დაშენებები და პრინციპში ჩვენ ამის გარკვეულწილად ამის იმიტაცია ცოტა ცუდი სიტყვაა, მაგრამ მაგ პრინციპით გავაკეთეთ ეს პროექტიც. და პრინციპში მაგანაც გაამართლა და 2012 წელს იგივე არხიევორზე ამ პროექტმა მიიღო წლის საუკეთესო რეკონსტრუქცია რესტავრაციის პროექტის პრიზი. რაც შეეხება გზას სტუდენტობიდან აქამდე, რა ვიცი, ანუ ყველას ინდივიდუალურად აქ მე დავამთავრე GPA STU 2002 წელს და იმის მერე ერთი წელი მუშაობდი გორ პროექტში, ჩემი მეგობრის მშობლებს ჰქონდათ საპროექტო იქ. მე მუშაობდი კომპანია ორიში, რომელიც ერთ-ერთი ალბათ პიონერი იყო იმაში, რასაც აკეთებდა. ძალიან ბევრი რამე ვისწავლე მან, ძალიან ბევრი კაი რაღაცა გავაკეთე, რაც სახელმწიფო დაკვეთები იყო, ნაგრძალების ინფრასტრუქტურის პროექტები, ბადაგონის ქარხანაზე კახეთში ვიმუშავე და ძალიან დიდი გამოცდილება შევიძინა, იმიტომ რომ ძალიან კაი ხალხი და ძალიან მაგარი არქიტექტორები მუშაობდნენ. 2007-ში უკვე ტენდერი იყო გამოცხადებული, კონკურსი იყო გამოცხადებული ბოტანიკის ინსტიტუტზე, სადაც აი ბოლო მომენტში გავიგე და ჩემ მეგობართან ერთად გავაკეთეთ ეს პროექტი და იქ ძალიან ბევრი არქიტექტორი ღებულობდა მონაწილეობას, მათ შორის ტაკამაცო და გამოვიდა ისე რომ რაღაც უცბად გაკეთებული ესკიზმა გაიმარჯვა. და ანუ მე ეხა თან არხ პრემია იყო მე 2008-ში წლის პროექტი იყო, მე 8-ში და 2010-ში წლის საზოგადოებრივი შენობა იყო და მოკლედ ძალიან დიდი წარმატება მომიტანა მაგ პროექტმა, თან მე თვითონ ძალიან დიდი სიამოვნება მიიღო მაგ პროექტის კეთების დროს, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა არ არის დამთავრებული ისე როგორც მე მინდოდა, მაგრამ იმეც ვიტოვებ, რომ როდესღაც ეგეც გაკეთდება. მაგ პროექტმა ძალიან ის შეცვალა ჩემთვის თქვათ, რომ მე და ამ ჩემ პარტნიორმა ჰონორარიც საკმაოდ სერიოზული იყო და გავაკეთეთ უკვე კომპანია, იმიტომ რომ უკვე ისეთ საფეხურზე ვიყავით, რომ უკვე ყავდა დამკვეთები საკმაოდ სერიოზული და შეგვეძლო დამოუკიდებლად ყოფილიყავით, დავიქირავით ოფისი ბუხრით რაღაც, რომ სერიოზულად ზოლოლაკში სერიოზულად მიგვიღო ხალხი, მომავალი იყო ნათელი და ბედნიერი, მაგრამ ამასობაში მოხდა კრიზისი. აი ამ კრიზისმა ცოტა გაუგებრობაში დაგვტოვა, იმიტომ რომ იმდენად ყველაფერი კარგად მიდიოდა, რომ ჩვენ არ გვქონდა წარმოდგენილი ეს კიდე ამ კრიზისის მასშტაბები, ჩვენ დამკვეთებმა გვითხრეს, რომ ცოტა ხანი დავიცდით, ვნახოთ რა იქნება და ეს ცოტა ხანი გაგრძელდა დღემდე ფაქტიურად და ჩვენ ეს ოფისი ჩვენი ვინახეთ მთელი ფული რაც ჰქონდა დავხარჯეთ და ბოლოს მივხვდით, რომ კრიზისია. ამასობაში დავიწყე მუშაობა უკვე ჩვენ აჭარა არხ გრუპში, რომელიც პრინციპში ალბათ ერთ-ერთი იშვიათი კომპანია საქართველოში, რომელშიც მე სიამოვნებით ვიმუშაობდი და მუშაობ, იმიტომ რომ აქ როგორც თქვი ვილაპარაკე, არის ძალიან კარგი კოლექტივი, ძალიან კარგი პერსპექტივები და საშუალება რომ აკეთო ძალიან მაგარი რაღაცეები და ისიამოვნო მუშაობის შედეგით და ასე შემდეგ. ამიტომ დღეს ეგ არის, ასე ვთქვათ, ჩემი სახე. რაც შეეხება საქართველოში არქიტექტურის პერსპექტივებს, ჩემი აზრით, საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი ამ სფეროში. ანუ მე მგონია, რომ საქართველო არის პრინციპში გემოვნებიანი ხალხის ქვეყანა და ჩვენ აქვს ძალიან ბევრი კარგი არქიტექტორი და პრინციპში გემოვნებიანი დამკვეთის და გემოვნებიანი საზოგადოებაც. ეხლა ეს არნიშნავს, რომ აბსოლუტურად ყველას რაღაც განსაკუთრებულად კარგი გემოვნება აქვს, მაგრამ მე ვიძახი შედარებით თქვა სხვა ქვეყნებთან. ეხლა ჩემი გადმოსახედიდან, რასაც მე უყურებ, ხო, იგივე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და ვთქვა კიდე თურქეთშიც, ხო, ეხლა არ ვადარებ რაც დასავლეთის ქვეყნებს, რომელსაც დიდი კულტურა აქვთ ამ ყველაფრის და საბჭოთა კავშირი არ ქონიათ და ჩვეულებრივად არაფერს არ შეუჩერებია მათი განვითარება, მაგრამ თქვათ რომ ავიღოთ აი რეგიონი ჩვენი ამიერკავკასია, თქვათ თურქეთი, პოსტსაბჭოური ქვეყნები, მე მგონია რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეკონომიკურად ჩვენ მეტი პრობლემა გვაქვს, ქვეყანა არ არის ჩვენი ისეთი მდიდარი როგორც თქვათ ბევრი სხვა
თქვათ ომები გქონდა რაც რასაკვირველია ყველანაირად უარყოფითად მოქმედებს ქვეყანაში ქვეყნის განვითარებაზე და ხა კულტურისთვის და სილამაზისთვის იქ ნაკლებად ცხელ ადამიანს რომელსაც თქვათ შია და რომელიცაც ომია ქვეყანაში და სწორიც არის ესეც უნდა იყოს მაგრამ მიუხედავად მაგისა აი მე რო ვადარებ ჩვენთან არის აი კორპუსი არის ხა მე არ მაქვს ლაპარაკი სასტუმროებზე და რაღაც უფრო გამორჩეული რაღაც ფუნქციის ობიექტებზე თქვა აი კორპუსი ისიც კი აი ყოველ წელს აი კორპუსებიც კი უფრო უკეთესები და უფრო კაი არქიტექტურა და უფრო დახვეწილი არქიტექტურა ჩდება. ანუ იმ პატარა რესურსით, რაც ჩვენ გაგვაჩნია, ბევრი კარგი რაღაცა ეკეთდება. არ მინდა ახლა ვთქვათ ისე გამომივიდეს, რომ ყველაფერი იდეალურად არის, იმიტომ რომ არ არის. რეალურად, ანუ ჩემი აზრით, პოტენციალი ჩვენში არის ამისი და გემოვნება და ნიჭი არის. ანუ დამკვეთიც კი აი ჩვეულებრივი ადამიანიც კი ამ ბოლო დროს უკვე არჩევს და არჩევანს აკეთებს რაღაცა უკეთესისკენ. მე არ მაქვს ლაპარაკი არქიტექტორებს და ვთქვათ ისეთ ხალხზე, რომელიც ვთქვათ რაღაც გამოირჩევა განსაკუთრებული გემოვნებით ჩვეულებრივი საზოგადოების ვთქვათ წევრებზე მაქვს ლაპარაკი. ძირითადად მაინც პოზიტიური ძრები აშკარად არის ყოველ შემთხვევაში მე ვამჩნევ. მაგრამ ეს ყველაფერი ჩემი აზრით არის თვითონ აი ამ ჩვენ ერში ან ჩვენ საზოგადოებაში არსებული პოტენციალიდან გამომდინარე, იქიდან რომ ვთქვათ გვაქვს რა, ვთქვათ ქართველები ცოტა ბანალურად ჟღერს, მაგრამ ნუ ვთქვათ ნიჭიერი ხალხი ვართ და გემოვნებიანი ხალხი ვართ რაღაც ბუნებრივად თუ რაღაც არ ვიცი რა. მაგრამ აი რაც შეეხება ვთქვათ სახელმწიფოს მხრიდან ხო? კი რაღაც მაგ კუთხითაც რაღაც ძვრები არის, მაგრამ ანუ ეს ყველაფერი სტიქიურად ხდება და ბუნებრივად ვთქვათ რაღაც განვითარება არის. იქ რაღაც ცუდი რაღაცებიც ხდება, კაი რაღაცებიც ხდება, მაგრამ აი რაღაცა კალაპოტში რო იყოს ეს მოქცეული, ვთქვათ უკვე სახელმწიფოს მხრიდან ხო? უფრო მეტად და უფრო კვალიფიციურად ეს პროგრესი ბევრად უფრო სწრაფი იქნებოდა და ბევრად უფრო მეტი კარგი გაკეთდებოდა. მე მგონია რომ აი დღეს მაინც დეფიციტი არის იმ ხალხის, რომელიც შეძლებს რომ თქვა ობიექტურ რაღაც მიმართოს ეს პროცესი. არ შემიძლია არ თქვა არავის თავზე აზრს არ ვხო, მაგრამ აი უზრუნველყოს ის რომ თქვა კინო რუსთაველის გვერდზე მხატვრის სახლის ადგილას რაც შენდება, ეგეთი რაღაცები არ ხდებოდეს თქვა, იმიტომ ეგ ტრაგედია, ხო? ამდენი ნიჭიერი არქიტექტურია საქართველოში, საქართველოს გარდა ამდენი კაი რაღაცა ეკეთებოდა ცენტრალურ ქუჩაზე, ეგეთი რაღაცა შენდება. ეგ არის მთავარი ქუჩა, ეგ არის თბილისის ცენტრი, ჩვენი დედაქალაქის ცენტრი, მთავარი ქუჩა და ვთქვათ ძალიან ისეთი ადგილი არის ეგ თვითონ ვთქვათ ქაშვეთი არის, სივრცეა, კუთხეა და ისედაც მნიშვნელოვანი ადგილი არის და შენდება რა ახლა თვითონაც იცის რაც შენდება და ეგ არის საშინელება. ანუ რეალურად უნდა არსებობდეს სისტემა, უნდა არსებობდეს ხალხი, რომელიც ამას არ დაუშვებს. მაგრამ როგორც ჩანს, სადღაც მაგ სისტემა მოიგოჭრა. აი ამაზე მაქვს ლაპარაკი. ისევ და ისევ ახლა არ მინდა ვთქვათ სხვისი შრომა არ დავაფასო და კი ამ მიმართულებითაც ძვრები არის რასაკვირველია, მაგრამ მეტი არის საჭირო. ანუ რაღაც უნდა არსებობდეს აი ანალოგები არის ვთქვათ რაღაც შესაძლებელია რომ რაღაც უბნებში იგივე კურორტებზე ვთქვათ რაღაცა არქიტექტურა არსებობდეს ისეთი რომელიც შეესაბამება იქაურობას და თუ თქვათ რაღაცა და ამ ჩარჩოებში ხდებოდეს მოქცევა, მილიონი ანალოგია არის საზოგადოებრივ მაგის ჩარჩოებში ხდებოდეს მოქცევა ამ მშენებლობის და კეთდებოდეს შესაბამისი იმ ადგილის არქიტექტურა და თუ ვიღაცას რაღაცა განსაკუთრებულის გაკეთება უნდა, იქ თვითონ არსებობდეს კომისია, რომელიც ამას უზრუნველყოფს იმას, რომ გაკეთდეს შეიძლება ძველობაში რაღაცა რადიკალურად განსხვავებული, ძალიან თანამედროვე, მაგრამ ჰარმონიულად ჩაჯდეს. ისიც არ არის საჭირო, რომ ვთქვათ დღეს ვაშენოთ მე-19 საუკუნის შენობები და მე-18 საუკუნის მაგაზე არ მაქვს ლაპარაკი. მაგრამ აი ეს სისტემა და ეს კულტურა ჯერჯერობით ჩვენთან არ არის და ეგ ძალიან სერიოზული პრობლემაა. იგივე ბუნება გვაქვს ძალიან კაი ვთქვათ და ძალიან ბევრი ადგილი არის, სადაც შორიდან რო შეხედოთ ძალიან ლამაზად არის განლაგებული ვთქვათ რელიეფზე, პატარა სოფლები, პატარა სახლები, იგივე კურორტები არის ეგეთი. და შორიდან ვთქვათ კაია, მაგრამ ახლოდან ქუჩაზე რო გაიული არის საშინელება, რაღაც ბლოკის განაშენებული სახლები, ყველა სხვადასხვანაირი, იქ ვიღაცამ რაღაცა მოინდომა, მიაწეპა. ანუ ეგეთ ადგილას უნდა არსებობდეს რაღაცა სტანდარტები, ვთქვათ რაღაც მასალები, რაღაც ვთქვათ ტიპები, რაღაც ვთქვათ ძალიანაც არ მოიყოს ტიპიური პროექტები, რომ საშუალება იყოს იმისი, რომ ვთქვათ აშენდეს იმ ადგილისთვის ჰარმონიული და მისაღები არქიტექტურა და ვთქვათ რაღაც თაში ბორჯომისკენ იყოს ვთქვათ ისეთი სახლები, ქვის, ხის,
რომელიც თლიანად ადამიანი მოხდება ამ გარემოში, ლამაზ ადგილას იყოს, თქვათ როგორც არის ევროპაში, გერმანიაში რაღაც ძველი ქალაქები, ძველი სოფლები, სადაც თუ გინდა რაღაც საშენება, შეგიძლია ეგეთივე ააშენო ძალიან მარტივად და თუ გინდა რაღაც თანამედროვე საშენება, კი ბატონო, ააშენე, მაგრამ ისეთი რომ არ გაანადგურო ეს და აქ ჩვენთან ეს სტიქიურად ხდება ეს ყველაფერი და ეგ ძალიან დიდი პრობლემაა, იმიტომ რომ სახლი არ არის ნახატი, რომელიც ვიღაცას მოეწონა, არ მოეწონა და კედლიდან ჩამოხსნა. ეს შენობა იმაში ხალხი ცხოვრობს და თუ იმ ადამიანმა ააშენა, მე რა ქნას ხوار დაუნგრევა რა. ამიტომ ეხლავე საჭირო არის ზომების მიღება იმისი, რომ მაქსიმალურად რაღაცა შენდებოდეს რაღაცა ისეთი, რაც 1 წლის და 2 წლის მერე როცა აზემოვალთ, მივხვდეთ, რომ საშინელებაა და პრობლემას გვიქმნის. აი ეს არ ხდება. ყოველ შემთხვევაში არასაკმარისად ხდება. აი ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, მაგრამ პოტენციალი როგორც ასეთი ჩვენ ქვეყანას ძალიან დიდი აქვს და ძალიან ბევრი კარგი არქიტექტორი არის ახალგაზრდას და უფროსით საქართველოში, რომლისგანაც ჩემ ხელებით, ჩემს ძედებით, ჩემს პატარებით ბევრისგან ძალიან ბევრი მისწავლია კიდეც და ძალიან ბევრს ვაღიარებ და ძალიან ბევრს პატივს ვცემ, რაც თავისთავად ძალიან კაი და ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით.